მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ღვთისმეტყველების საათი დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად ბრძანდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი ახალ აღთქმაში და ამავე სასწავლებლის დოქტორანტი რეზო მუჯირიშვილი. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი სასაუბრო თემა დღევანდელი გადაცემის იქნება ქრისტიანული სწავლება განსასწრების შესახებ. ზოგადად განსასწრების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი ყველა ეპოქაში აწუხებდა ადამიანს და ყველა ეპოქაში სვამდა კითხვას თუ რატომ მოდის განსასწრები ადამიანის ცხოვრებაში. ეს იქნებოდა ქრისტიანული სამყარო, ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ. ეს იქნებოდა ძველახთმისეული პერიოდი, ანუ ვიდრე ქრისტიანობის განკაცებამდე არსებული პერიოდი, რადგან ჩვენ ბიბლიაში მრავალ ადგილს ვნახავთ. შეიძლება პირდაპირ კაფიოდ განსასწრელზე განსაზღვრება არ იყოს, მაგრამ მრავალ ადგილს, ესე ვთქვათ, ისტორია, სადაც განსასწრების შესახებ შეიძლება ადამიანმა რაღაცა გარკვეული დასკვნა გამოიტანოს და მრავალი კომენტარი არსებობდეს წმინდა მამათა მიერ. ასეთი ადგილების წმინდა წერილიდან. ასევე სხვა რელიგიებშიც და სხვა ხალხებშიც, წარმართობაშიც და ფილოსოფოსებიც, სხვადასხვა ანტიკური იქნებოდა ეს თუ ინდოჩინური თუ ასე შემდეგ, ცდილობდნენ გაეცათ პასუხი. თუ საიდან მოდის განსასწრელი, რატო ემართება ყველა რელიგია მეტნაკლებად ცდილობდა, ზოგან არის ჭეშმარიტების მარცვლები, ზოგან ცემდნენ პასუხს, მაგრამ შეიძლება ეს ქრისტიანული ჭეშმარიტებისგან შორს იყოს. მაგალითად, ზოგიერთ რელიგიაში რეინკარნაციას და წინარე კარმას და ასე შემდეგ ბედისწერას აბრალებენ ამას. არსებობს მონოლითური, ესე ვთქვათ, რელიგიები, სადაც მონოთეისტური რელიგიები, სადაც ამავე დროს რაღაც გარკვეულ პერიოდში ისევ ბედისტერას მიაწერდნენ ხოლმე ადამიანის განსასწრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ყველაზე უფრო მკაფიო განსაზღვრება განსასწრების შესახებ წმინდა იაკობ მოციქულს აქვს მოცემული, უბრალოდ კონკრეტულად განსასწრელს ამ სიტყვას ხმარობს, იყენებს თავის ეპისტოლეში და ამის შესახებ ავრცელებს სწავლებას. ჩვენ პირველ რიგში ამ მის სიტყვებს დავეყრდნობით ალბათ, როდესაც საუბარს დავიწყებთ განსასწრების შესახებ და განსასწრების რაობის შესახებ და შემდეგ შეიძლება მრავალი მაგალითის მოყვანა ისევ და ისევ წმინდა წერილიდან. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ასევე არის წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები, რადგან საქმე მოციქულთა, რადგან პავლე მოციქულს უდიდეს მოღვაწეს და თავს მოციქულთას უამრავი განსასწრელი ჰქონდა ცხოვრებაში. ანუ ესე იგი და ეს კითხვა დღესაც ისმევა, ხანდახან ადამიანი მიაწერს ამ განსასწრელს ცოდვას და სხვადასხვა მიზეზებია განსასწრელი და სხვადასხვანაირია განსასწრელი, ისე როგორც ღვთისნების მოქმედება ჩვენ ცხოვრებაში განსხვავებულია. აი ამის შესახებაც ალბათ გადაცემის მეორე ნაწილში გავამახვილებთ ყურადღებას, თუ რა და რა სახის განსასწრელი არსებობს და რატომ დაიშვება ეს ადამიანზე და რა განსხვავებებია მათ შორის და პირველ რიგში მინდა ასევე განსაზღვროთ თვითონ ტერმინოლოგია, ეტიმოლოგია, სიტყვი განსასწრელის ეტიმოლოგია, აქედან დავიწყოთ საუბარი, ფიქრობ და შემდეგში გადავიდეთ უკვე ეპისტოლეზე, ახალ აღთქმის წერილზე და შემდეგ აქედან განვავრცოთ საუბარი ამ თემაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, მამაო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ საკითხი ნამდვილად აქტუალურია. საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრობლემატური შეიძლება ითქვას თანამედროვე ეპოქისთვის, იმიტომ რომ თქვენი ნათქვამი რომ გავხსენოთ, გავიმეორო, ადამიანი ალბათ შექმნიდან მოყოლებული, როდესაც პირველი ადამიანი არსებობდა ზოგადად, იქიდან ჩნდება არაერთი შეკითხვა. ერთი მხრივ არსებობს სიკეთე სამყაროში, არსებობს კარგი საქციელი ზოგადად, მაგრამ მეორე მხრივ ამას ვერ გავიქცევით ჩვენ, რეალური მოცემულობა არსებობს უამრავი ბოროტული ქმედება და ბუნებრივია ამ ყველაფერში ღმერთისკენ თითის გაშვერით არაერთი შეკითხვა ჩნდება. რატომ თუ ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა და ეს თუ უბრალოდ საუბრისთვის დაურთეთ რასაკვირველი ეს ასეა, მაშინ რაღაცომ დაიშვება უამრავი უბედურება, უამრავი ჭირი, ზოგ შემთხვევაში გარკვეულწილად ობიექტური მიზეზები არსებობს ამ შეკითხვის დასმისა, ზოგ შემთხვევაში სუბიექტური და ასე შემდეგ. ანუ პრობლემა საკმაოდ მწვავეა. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი არც დღევანდელი ჩვენი საუბარი და არც ზოგადად რამდენიც ამ საკითხს არ უნდა შევეხოთ და რა ხანგრძლივობითაც არ უნდა ვისაუბროთ, ვერასდროს ვერ გადაჭრის ბოლომდე, ყველასთვის გულისხმობთ ვერ გადაჭრის, არა იმიტომ რომ თვითონ საკითხი გადაუჭრელია, არამედ იმიტომ რომ ადამიანი იმდენად საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ყოველდღიურად ან ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმე ეტაპობრივად როცა ბოროტებისა და ჭირის წინაშე აღმოჩნდება, ძალიან ძნელია მისთვის გამოცდილების პროცესში ამ საკითხზე თეორიულ ნაწილზე გამახვილება ყურადღებას. ძალიან ახლო კავშირი აქვს ამ განსასწრელის თემას, რაც ახსენეთ ახლა თქვენ ბოროტების არსებობასთან დაკავშირებით. ანუ მის არსებობა არ არსებობასთან დაკავშირებით და როგორ განიმარტება შემდგომ თავად ბოროტება ქრისტიანობაში, ალბათ რაღაც გარკვეულწილად ამ თემასაც შევეხებით. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ
წმინდა ბასილი დიდის ძალიან ცნობილი ქადაგებაც განსაცდელებს ეხება, თუმცა მისი დასათაურება ასეთია და აქედან იწყებს საუბარს იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის მიზეზი ბოროტებისა. აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა ბოროტების საწყისზე გვექნება საუბარი, და შესაქმის ბოდიშკა შესაქმის პირველივე სიტყვებში არის რომ ყოველივე კეთილად ქნას სიკეთის კეთილი შემოქმედს ბოროტებას არ შეუქმნია და შეუძლია ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ ბუნებრივია ღმერთის მიერ არ არის შექმნილი, თუმცა არაფერი არ აღესრულება ღმერთის გარეშე, ხო ამაზე ეს აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს თავიდანვე რასაკვირველია. თქვენ აღნიშნეთ რომ ტერმინოლოგიას მიაღწიეთ თავიდან ყურადღებას, ესეც არსებითია, იმიტომ რომ ნებისმიერ საკითხზე და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე თავიდანვე უნდა გამოიკვეთოს რას ვარქმევთ ამა თუ იმ მოვლენას. ეს თუ არ იყო აღნიშნული ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის გონება არასწორად წავა. ფატალიზმი და ბედისწერის თეორია აღნიშნეთ თქვენ. ბედისწერა რა არის ზოგადად? გამართლება ამა თუ იმ მოვლენისა, ჩემი წარმოსახვით გამართლება, ანუ რეალური მოცემულობა კი არ არის. მე ვერ ამოვხსენი ის ფაქტი და ვიწყებ მიზეზის დასახელებას, რატომ მოხდა. ну შესაბამისად აი ის რეალური არსებული პრობლემიდან რომ ამოვიდეთ, თქვათ, ვერ ახსნა ადამიანმა რატომ დაეშვა განსაცდელი ამა თუ იმ პიროვნებაზე და მარტივი გადაწყვეტა, ну მარტივი ფორმულირებულად მარტივი თუ რეალურად ეს არ არის კარგი გადაწყვეტა, ასე ეწერა ამ ადამიანს. ანუ ეს ასე ეწერა ვერც კი ხვდება პიროვნება, რომ ფატალიზმი ეს არის ფაქტობრივად ადამიანში ყველაზე მთავარი ღირსების თავისუფლების შეურაცხყოფა. ფაქტობრივად უგულებელყოფა, იმიტომ რომ თუ ასე ეწერა და სხვაგვარად მას მოქცევა არ შეეძლო, ბუნებრივია მაშინ ის თავისუფალი არც ყოფილა და ფუჭია და ტყუილი ყოფილა ღმერთის მხრიდან, რომ ადამიანი შექმნა თავისუფლად. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პიროვნების, აი როგორც ინდივიდის და უფრო მეტად აი ქრისტიანული გაგების ინდივიდზე ალბათ უფრო მეტად ღრმა კიდევ პიროვნება, ესე რთულია ტერმინოლოგიურად გამარტო. ყველაზე ესეთი სწავლება როგორც ქრისტიანობამ მოიტანა არც ერთ სხვა რელიგიაში არ არის და ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზი არის აი რაც ახსენეთ თქვენ ბედისწერის აი ამ აზრის წარმოშობის სხვადასხვა რელიგიებში თუ ფილოსოფიებში, რადგან ქრისტიანობა როგორც განსაზღვრა პიროვნება და მისი თავისუფლება ასე არავის არ განუსაზღვრავს აქამდე. კი, სხვათა შორის თითქმის ყველა ჩამოყალიბებულ უკვე სისტემურ რელიგიაში გარკვეულწილად ხდება ჩვენ ბედისწერის თეორია. მე ხაზი იმიტომ გავუსი დღევანდელ უკვე სისტემურ რელიგიაში, იმიტომ რომ ანტიკური პერიოდის რელიგიებშიც კი იყო ამაზე მსჯელობა, რომ ბედისწერა ეს არ არის ადამიანის თავარი ღირსება, ეს არ არის რეალობა, იმიტომ რომ შეუძლებელია ღმერთები წყვეტდნენ რაღაცას, ადამიანი თავადვე ახერხებს ამას, მაგრამ კიდევ ამბობთ, ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, გარდაუვალი რაღაცა პროცესი, რომლითაც ცხოვრობთ ადამიანი რა გარკვეულ სიმაღლეზე დგას მართალია სულიერი თვალსაზრისით, მაგრამ ხანდახან მაინც დარევს ხოლმე ხელს ეს ბედისწერის თეორია, რომ სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია, რატო შეიძლება იყოს დაშვებული. ახლა ტერმინი რასაკვირველია, ძალიან საინტერესოა და რატომ ვახსენე მე, რომ თუ ჩვენ თავიდანვე სახელს არ დავარქმევთ რაღაც მოვლენას, სწორ სახელს არ მოუძებნით, რა თქმა უნდა შეუძლებელია იმ პრობლემის ამოხსნა. სხვათა შორის ბასილი დიდის ჰომილია ვახსენე წეღან აი ეს რომ ღმერთი არ არის მიზეზი ბოროტებისა, იქ დასვა სწორედაც ეს საკითხი. არსებობს ბოროტებას უწოდებს ის ამ შემთხვევაში განსაცდელს და არსებობს ორგვარი ბოროტება გვეუბნება წმინდა ბასილი დიდი. ახლა ტერმინოლოგიურად რატომ ჭირდება? ერთი, ამას მე კიდე დაუბრუნდებით, ერთი ბუნებით ბოროტებას უწოდებს ის, მაგრამ ბუნებით ბოროტებაში გულისხმობს ჩვენგან გამომდინარე სულიერი სნეულებანი ბოროტება, ზოგადად ცოდვა და ასე შემდგომ და აი მეორეა ძალიან საინტერესო ის რომელსაც ჩვენ სახელ ვდებთ ბოროტებად. ეს ამაზე შეგვიძლია ახლა უკვე ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გაშლა, რომ ანუ ერთია ჩვენ რას ვუწოდებთ და ჩვენ როგორ აღვიქვავთ და მეორეა რეალურად ის რა მოვლენა. სხვათა შორის აი პირად მაგალითს გეტყვით, ხშირად როდესაც მეკითხებიან ხოლმე ამ ასე მსგავს პრობლემასთან დაკავშირებით და ბუნებრივია თქვენ მამაო მით უმეტეს უფრო ხშირი შეხება გაქვთ ასეთ პრობლემებთან, როდესაც მეკითხებიან რომ აი რა დააშავა ადამიანმა და მე აგძელები. მე იმ წუთშივე ვაჩერებ ხოლმე და ვეუბნები რატომ ვამბობთ რომ დააშავა. აქედან ვიწყებ მე. ანუ უკვე არასწორი განსაზღვრება და ბუნებრივია მსჯელობა თუ წარიმართა მიმართულება არასწორია. მე ვეუბნები, რატომ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანმა რამე დააშავა? გარდაიცვალა, რაღაც დაუშავდა სიტყვაზე პირობითად, სნეულება იქნება ფიზიკური და ჩვენ სახელდებთ დააშავა ამ ადამიანმა, რაც უდვა. სასჯელი მიიღო. ხო, ესეთან ადამიანის ლოგიკა ესახსნისდი. ჩვენ ახლა
სწორი მიმართულებით ვეუბნებით. რატომ ვუწოდებ მე ამას, მაინც და მაინც იმას რომ დააშავა. ანუ რა დააშავა ღვთის წინაშე, შესაბამისად მან უკვე აღრიცხა ეს რომ ეს არის მისი სასჯელი. არ არის ეს ასე რომ სასჯელია და აი სწორედაც აქედან გამომდინარე განსაზღვროთ ჩვენ ტერმინი განსაცდელი. განსაცდელი ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ამ შემთხვევაში ჯერ ქართულ წარმომავლებზე ვისაუბროთ, აშკარაა თავიდანვე ფილოლოგების დაგვეთანხმებიან და ფილოლოგიაც უკვე აღარ არის ამისთვის საჭირო. ნებისმიერ დაკვირვებული ადამიანი დაგვეთანხმება, რომ ეს არის აშკარად რაღაცა ზმნური ფორმიდან ნაწარმოები უკვე შედგენილი სახელი. განსაცდელი. ეს ჩართული, რომელიც შუაშია ამ შემთხვევაში, როგორც ცნობილია, უფრო რაღაცა მოვლენის ფაქტს აღნიშნავს ხოლმე. აქ ძირი გვაინტერესებს ჩვენ ამ სიტყვის არის განცდა ზოგადად. ზმნური საწყისი ფორმით. რა არის განცდა ახლა? განცდა სიტყვასიტყვითაც შეიძლება თანამედროვე შესატყვისი ასეთი მოუძებნოთ რა ასეა? გამოცდა. გამოცდა ვიღაცის მიერ. სხვათა შორის აქვე ვიტყვი რომ აი ჩვეულებრივად როდესაც სტუდენტი მიდის და გამოცდას აბარებს, ზუსტად ეს ჩვენ თანამედროვეშიც არის შემორჩენილი, ხო, გამოცდას ვაბარებ, გამოცდაზე მივდივარ. ანუ ვიღაცის მიერ განვიცადებ, მაგრამ ახლა არავინ არ ამბობს რომ ეს გამოცდა მაინც და მაინც არის ბოროტული რაღაცა გაზა. ვიღაცა გამომცდის მე ჩემი შესაძლებლობები რა არის. ხო, ეგ პირობითად ასე არის. ანუ ვიღაცის მიერ განვიცდები, რა შემიძლია მე. რეალურად ან მეორეა წარმოჩინდეს ჩემი რეალური სახე, წარმოჩინდეს ჩემი შესაძლებლობები ისე და ისე. შესაბამისად განცდა აი სწორედაც ამას უკავშირდება. გამოცდა ვიღაცისგან დაკვირვება, სხვათა შორის ჩვენ აი ამ ფორმას გავყვეთ ამ სიტყვას, დაკვირვება, განხილვა, აი ხილვა, როგორი ხილვადობა იცით, რომ აი ადამიანს რომ შეისწავლი, პირდაპირ უბრალოდ ზედაპირულ ხედვაზე კი არ არის საუბარი, შესწავლა რომ ხდება ადამიანისა. ზუსტად იგივე არის ბერძნული სიტყვა პეირაო, ან პეირაძო, ზმნა, რომელიც სწორედაც ამას უკავშირდება დაკვირვება, გამოცდა კონკრეტულ რაღაც საქმეში, თუმცა უკვე განსაცდელს მერე თანამედროვეობაში და მოგვიანო პერიოდში უკვე ტანჯვის მნიშვნელობაც შეეძინა. ოღონდ ბერძნულ სიტყვაში ამ ბერძნული უფრო ამ კუთხით მნიშვნელოვანია ხოლმე, იმიტომ რომ ტერმინები აქვს მას სხვადასხვა მიმართულებით, ქართული შეიძლება ერთ შესატყვის ირჩევს ხოლმე და იქ უკვე ან მკითხველი უნდა მიხვდეს, ან კონტექსტიდან შესაძლებელია მარტივად გამოცნობა როგორი ხარისხის, როგორი მნიშვნელობით გვიწერს ესა თუ ის ავტორი და ბერძნული თითქმის უფრო მკაფიო ამ კუთხით, რომ ტანჯვის, გასაჭირის, აი ადამიანმა მართლა რომ დააშავა რაღაც და სამაგიერო რომ მიეზღო სამართლიანად, ამის აღნიშნული სხვა სიტყვა აქვს ბერძნულს. არ ეშლება ერთმანეთში. ეს პეირაო არის, აი ტანჯვა, ოღონდ აი როგორი ადამიანი რომ დაითმენს და აი ეს დათმენის პროცესი რა თქმა უნდა დიდი ჯაფაზეა დამოკიდებული და ეს არის, ანუ არა რაღაცა უარყოფითი მოვლენა ტკივილების განცდისა, უარყოფითი თვალსაზრისით, არამედ შეჭირვება ადამიანისა, ოღონდ შეჭირება, რომელსაც რასაკვირველია თავის დადებითი შედეგი ექნება. ახლა ნახეთ, ღმერთის მიერ განმცდელობა ადამიანისა რას უკავშირდება? რაღაცისთვის გამოსდის ღმერთი. რისთვის გამოსდის? რა შესაძლებლობები აქვს ისევ წევან სტუდენტის მაგალითზე რომ აღნიშნეთ, რეალურად რა შეუძლია? ახლა ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, ღმერთმა არ იცის ადამიანის შესაძლებლობები თითოეული პიროვნების. რა თქმა უნდა იცის, მაგრამ ერთია ღმერთის ცოდნა, მეორეა საცნაური გახდეს ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისთვის სხვათა შორის პავლე მოციქული მაგალითად ა ブラ ამის დაკავშირებით ასეთ რაღაცას ამბობს, რომ სამოძღვრებელად ჩვენ და დაიწერაო. ახლა რას ნიშნავს? ხო რატო აღიწერა კონკრეტული ფაქტები და ამ შემთხვევაში ა ブラ ამზე აქვს გამახვილებული ყურადღება, ღმერთს სჭირდებოდა ამის აღწერა თუ ა ブラ ამის პიროვნებას რამე შეემატა, ამით რომ ჩვენ წავიკითხეთ სიტყვაზე, გავეცანით და დავადასტურეთ, რომ როგორი დიდებული ყოფილა ა ブラ რამე მის პიროვნებას შეემატა, არაფერი, ხო? ჩვენს სამოძღვრებელად დაიწერა. იობის მაგალითი, სხვათა შორის ბასილი დიდი, რასაც ამახვილებს ყურადღებას განსაცდელის იმ ფორმაზე, რომელიც არ არის დამთრგუნველი და მომწყვლელი ჩემი. არის მოწყვლადი განსაცდელი, არის მოუწყვლელი განსაცდელი. იობის შემთხვევაში, ხო, აშკარად ჩანს, რომ თითქოს ამ ადამიანს გარეგნული თვალსაზრისით არაფერი დანაშაული არ მიუძღვის, ამას იმიტომ ვამატებ გარეგნული, რომ არ არსებობს კაცი რეალურად, რომელსაც პიროვნულ ურთიერთობაში რაიმე აცდენა
აი მე გადაცდენა არ კონდეს ღმერთთან. რა თქმა უნდა, იმიტომ დავამატე მე გარეგნული თვალსაზრისით, ანუ იმ მოცემულობაში კაცობრიო კუთხით ყველანაირად გაწონასწორებულად ცხოვრობს. მაგრამ მაინც დაეშვება და ეს ვისაც წაუკითხავს იობის წიგნი, იქვე ჩანს მიზეზი ამისი, ხომ? იქ მართალია ცოტა ისეთი ფორმით არის წარმოჩენილი, რომ ეშმაკი ეუბნება, იმიტომ განგადიდებ შენ იობი რომ ასეა ყველაფერი, აბა ეს დაუშავე. და იქ ღმერთი სწორედაც არა მისი ცოდნის დასაკმაყოფილებლად რომ არიცის მართლაც იობი როგორია და არამედ ჩვენთვის რომ აი როგორ შეუძლია ადამიანს ნებისმიერი სახის განსასწრები და ხა ვინმე თუ იტყვის იობის ცხოვრებაში რაც არის აღწერილი მას დიდი განსასწრება არა ჩემი განსასწრები უფრო დიდია ვიდრე იობისო ნუ ხა მაინც გავაჟღერეთ მაყურებლისთვის ერთ დღეს ის ქონება რომ მანამდე დაექცა და ყველაფერი გაუნადგურდა ამას ვიღადარდობს ერთ დღეს ყველა შვილი მოუკვდა ხო ახლა ეს არის განსაცდელი რაღაცა უმაღლესი მწვერვალი და ვიდრე რაღაცა კონკრეტულ ჟამამდე ერთი აუგიც კი არ დაცდენია და პირიქით ამბობს კიდე სხვა ამაზე რომ ღმერთმა მოგვიყვანა ამ ქვეყნად შიშველი მოგვიყვანა და ღმერთის განმგებლობაში ასე რომ ვთქვათ, როდის რას წაგვართმევს, წართმევაც ესეც პირობითია ხო რეალურად. როდის რას აიღებს ჩვენგან და როდის რას მოგცემს. ეს არის კლასიკური მაგალითი ჩვენთვის სამოძღვრებელად. ახლა ნახეთ ისე აი ამ ტერმინოლოგიურ ხარისხს, სხვადასხვა იქ ამბობს კიდეც ზოგადად ბასილი დიდი რომ ჩვენ მიერ სახელდებული ასე ეს რეალურად ასე არა. და რატო ახლა? ნახეთ ზეგანაც თქვი ხო მაგალითი კონკრეტული რომ ჩვენ დასაწყისში ვამბობთ რომ რატომ ვუწოდეთ აი ბევრი ეპიზოდი შეგვიძლია გავიხსენოთ წმინდა წერილში სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი ბეთლემელი ჩვილების შემთხვევა ხო ყოველთვის ხშირად პროფესიული კუთხითაც მეკითხებიან ხოლმე რომ აი რა დააშავეს ბავშვებმა რატომ ვამბობთ რომ დააშავეს იგივე პრობლემა რატომ ვიწყებთ აქედან რომ დააშავეთ რომ თუ ამას გავყვებით რომ დააშავეს რა თქმა უნდა აუხსნათ ახლა როგორ შეიძლება 2 წლამდე ბავშვმა რამე დააშავა როგორ შეიძლება ვინმე მის დანაშაულზე იმსჯელოს არა და შესაბამისად უკვე ჩემი წარმოდგენა და ჩემი მსჯელობა ძალიან წირიგა შეზღუდული იქნება ფაქტობრივად წინ ვერ წავალ იმიტომ რომ ვერ ამოხსნე ამას ან უნდა ვაღიარო წარმართული გარკვეულწილად ფილოსოფიური რელიგიური მოძღვრება პლატონისეული მაგალითად სულთა წინარე არსებობის შესახებ ან იგივე თანამედროვე რელიგიებში ნუ ადრინდელ რელიგიებში და თანამედროვეშიც რეინკარნაციის პრობლემა რომ ის სული მანამდე არსებობდა მანამდე რაღაც პრობლემა ჰქონდა და ახლა დაიბადა ან ნუ ვერანაირად ვერ გადავწყვეტთ ამას სხვაგვარად არა ამ ლოგიკით ვერ აიხსნება ბუნებრივი ანუ კიდევ ამბობ თუ ჩვენ თავიდანვე სახელს არ უწოდებთ ამიტომ ჩვენ დამოვიდეთ იქიდან არაფერი დააშავეს მათ რაღაცისთვის არის საჭირო აი ბრმაჩობელის მაგალითზე გავიხსენოთ მაცხოვე რას პასუხობს რაითა განცხადდეს დიდება ღმრთისა ვინცოდა ამან ანუ გამორიცხა ქრისტემ თავიდანვე რომ მისი ბრმაჩობილობის მიზეზი ვერც მისი ცოდვა ვერ იქნება ბუნებრივი დაბერმა დაიბადა და როგორ შეიძლება ვისაუბროთ მის პირად შეცოდებაზე და ვერც მშობლების იმიტომ რომ ნუ ახლა ამას აღარ გავყვებით ამავე ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით შეუძლებელია ვინმეს ცოდვის გამო დაისაჯოს ადამიანი ხო თუნდაც ეს იყოს მშობლის ან წინაპრის ცოდვა ზოგადად გამოირიცხა უკვე ეს მაგრამ იქვე ნუ ჩდებოდა შეკითხვა მაშინ რატო და პასუხობს რათა განცხადდეს დიდება ღმრთისა ეს ერთ-ერთი მხარეა აი ამ განსაცდელის ზოგადად მოვლინებისა ღმერთის მხრიდან თორე უნებრივია ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მიზეზი ან მიზანი რატომაც შეიძლება ადამიანზე განსასწრელი იქნას დაშვებული დიდი ადამიანები დიდი განსასწრელების დროს ძალიან ემსგავსებიან ღმერთს და თან ღვთისდიდება განსაკუთრებით წარმოჩინდება როდესაც ყველაფერი კარგად არის შენ ცხოვრებაში მაშინ მარტივია რომ ღმერთი ადიდო უფრო მარტივია და მაგრამ როდესაც დიდი განსასწრელები აქ ადამიანს და მაინც ღმერთს ადიდებს აი წარმოჩნდება რამდენად დიდია ღვთის სიყვარული მის მიმართ და მის რეალურად მადიდებელია ღმერთი სავარდო დიახ მამავა ხო სიმშვიდის მაგალითებს რო ავიღოთ ხო თუ გარემოება არ არის შექმნილი რაიმე შფოთვარე უნებრივია ვერ გავიგებთ ის ადამიანი მართლა მშვიდია თუ არა სწორედაც შფოთვარე გარემოება რო შეიქმნება და ის ადამიანი მშვიდია სიმშვიდით არის უკვე აქ დავრწმუნდა ერთმანეთს რეალურად ასე მოძღვარი წერს მე-20 საუკუნის რომ თუ კი ჩვენ ცხოვრებაში არანაირი განსასწრებელი არ იქნება, აი მაგალითად არ გვექნება მატერიალური ესე ვთქვათ, შეჭირვება, ფიზიკური სნეულებები, სხვადასხვა პრობლემები. აი ამ ყველაფრის გარეშე ეკლესიურ ადამიანებს მიმართავს, არა ეკლესიურებს არა. დავჩებით ჩვენ ეკლესიურები თუ არა? ესეთ კითხვას სვამს და ძალიან საინტერესო კითხვა არის. ხშირად ადამიანს მაინც ძირითადად უფრო მეტად სათხოვარის წარმოადგენს მისი ლოცვა, მისი ეკლესიურების ძირითად ნაწილს მაინც სათხოვარი წარმოადგენს ღვთის წინაშე და თუ არ წარმოადგენს სათხოვარს, მაშინ ამ ყველაფრის შენარჩუნება მაინც, ანუ მადლის შენარჩუნება.
აი რაღაც გააგებით შეიძლება ეგოისტურიც უწოდოთ ამას, მაგრამ მიმართება ლოცვასთან მიმართებაში ვამბობ. სხვათა შორის, მამაო, ამაზეა დაფუძნებული, იმიტომ რომ აი ჩვენ შეგვიძლია ასეთი ფორმულაც კი გავაჟღეროთ, რომ ქრისტიანობა განსასწრების გარეშე უბრალოდ არ არსებობს. ქრისტიანობა და არის ასკეტურ ლიტერატურაში, რომ უდიდესი მამები, აი მართლა რომლებიც აბსოლუტურად გასულნი იყვნენ ყველანაირი ზღვარიდან, ადამიანური ზღვარიდან, არა თუ აი მამაო ჩვენოს სიტყვები გავიხსენოთ ბუნებრივი ჩვენ ამას შევეხებით, ხო, დანუ შემიყვანები ჩვენ განსასწრებს ეს არსებითი ტერმინოლოგიურად არსებითი შემიყვანები მნიშვნელოვანია და არა თუ სთხოვდნენ ღმერთსო განსასწრებისგან თავის არიდებას, არამედ პირიქით ევედრებოდნენ, რომ მეტი და მეტი განსასწრები იქნას დაშვებული. ახლა რაც ბრძანეთ, ხო, რომ ადამიანი ბუნებრივ წარემატება. აი სხვათა შორის იაკობ მოციქული როცა იწყებს თავის ეპისტოლეს, სწორედაც ამას ამბობს, ნუ ჯერ ხო დაწყება არის მისი ცოტა არ იყოს თანამედროვე ადამიანისთვის, ცოტა არ იყოს არა. თანამედროვე ადამიანისთვის თითქმის გაუგებარი, რომ ნახეთ როგორ მიმართავს ყოველივე სიხარულად შერაცხეთ ზმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა. მას თანამედროვე ქართულით გადმოიტანოთ, რომ ყველაფერი სიხარულით მიიღეთ, სხვათა შორის ბერძნულში ხარანწერია სიტყვა, რომელიც გარდა სიხარულისა მადლსაც გულისხმობს და აქ შესაძლოა მადლად შერაცხეთ, ხო? ნუ მადლიერების გულმა ერთია და მეორე საერთოდ მადლად მიიღეთ ეს და მადლი ნებისმიერ შემთხვევაში სიკეთისკენ მოწოდება, როდესაც თითოეულ სხვადასხვა ეს პირადი ძველ ქართულში და ბერძნული სიტყვა რაც არის გამოყენებული, ნიშნავს სხვადასხვა სახის განსაცდელი. ანუ არაერთი კონკრეტული, არამედ სხვადასხვა სახის განსაცდელი. ყველაფერი ეს სიხარულად მიიღე და შემდგომ ამბობს, რადგანო აი ეს განსაცდელი ადამიანს მოთმინებას შესძენს. მოთმინებისთვის ეს ძალიან საინტერესოა და შემდგომ აგრძელებს კიდე იაკობ მოციქული, რომ მოთმინებას აქუნ სისრულე საქმე სრული აქუნ. ახლა აი მომთმენი ადამიანი, როდესაც ერთს დაითმენს, მეორეს დაითმენს, ის ფაქტობრივად ხდება გამოცდილი ყოვლითურ. სხვათა შორის წმინდა იოანე ოქროპირსა აქვს, აი ეს როგორცო ოქრო, ხო ჩვენ რა არის, ახლა აი ძალიან საინტერესოა ოქროს მოპოვების ტექნოლოგია, ხა ჩვენ ამ ფიზიკურად არ უნდა შევყვეთ ამას, მაგრამ ზოგადად ხო შეხედავ შეიძლება სადღაცას მეტნაკლებად ბრწყინავდეს, მაგრამ ის ბრწყინვალება მაინც დაფარულია რეალურად რაც არის მისი არა, შემდგომ ხდება მისი გადამუშავება და ამბობს წმინდა იოანე ოქრო როგორც ქურაში ბრძმეთში გამოიბრძმედება, ასე რომ ვთქვათ ოქრო და ხდება ყველაფრის ზედმეტი მინარევის მოცილება და უკვე მისი ბრწყინვალების აბსოლუტური გამოვლინება, ასე არის განსაცდელი როგორც სწორედაც ქურა ბრძმედი აი ამ ოქროსთვის, ისევე არის ადამიანისთვის, რომ რეალურად გამოჩნდეს. წმინდა ბასილი დიდს აქვს მარტვილების შემთხვევაში, სხვათა შორის რომ არა დევნაო, მარტვილები არ გვეყოლებოდა. ხა ძალიან საინტერესოა, ვითომ არ ყოფილიყო დევნა და ნუც გვეყოლებოდა მარტვილები, ვიღაცამ შეიძლება მარტივად თქვას, არა? მარტვილი ვინ არის ზოგადად? მარტვილი ეს პიროვნება, რომელსაც უბრალოდ არ სჭირდება არაფრის თქმა, შეხედე და დაიჯერებ, რომ ქრისტე არსებობს, ღმერთი არსებობს და ქრისტიანობა რომ ჭეშმარიტება. ესეც კი უბრალოდ საკმარისია მის ცხოვრებას გაყვე, რატომ ახლა არაფერი წინაპირობა არ აქვს, არავინ არაფერს თითქოს არ უშავებს. მე ეხვეწებიან, ევედრებიან ყველა მარტვილის ცხოვრებაში თითქმის, ხო? უარყავი და ქრისტე და აგავსებთ და უზრუნველყოფთ ყველანაირად. არაკეთებს ამას და მე იცის რა ცელის. ხორციელი სიკვდილი, მაგრამ სიხარულად მიდის ამაზე. პავლე მოციქული ამბობს, ამიერიდან ხარობს ტიმოთეს, როდესაც წერს, ამიერიდან მიმელისმე დიდებისა იგი გვირგვინო. ეს უხარია რომ გავა ამ ქვეყნიდან, გული მეტყვის განსვლადო ფილიპელთა მარტეპისტოლეში და მისვლად ქრისტეისთანა უფრო ის და უმაღლეს. ეს გული მეტყვის ასიშავს, ამისკენ არის ფაქტობრივად თელი მისი არსება უკვე მიმართული. ეს სიხარული ხლა შეუძლებელია შევხედოთ ჩვენ მარტვილებს და ვერ წარმოვიდგინოთ, რომ ქრისტიანობა რა არის სინამდვილეში, არა? აი ამიტომაც არის, მაგრამ რომ არა დევნა, წმინდა გიორგი, აი ყველასთვის ცნობილი მაინც ხო? იქნებოდა კეთილშობილი ადამიანი, რა თქმა უნდა, მის სიწმინდეს არაფერი მოაკლდებოდა ამით, მაგრამ არავისთვის არ გაცხადდებოდა მისი ეს ცხოვრება, რომ არა დევნა. ის ისევ ქრისტიანი, ისევ პატიოსანი იქნებოდა ჩვეულებრივად. არ მოაკლებდა არაფერს, როგორც რეალურად მის ცხოვრებიდან აისახა და მართლაც ასე ფარულად ქრისტიანი იყო, მაგრამ აგრძელებდა ჩვეულებრივად მის ცხოვრება. ქადაგების ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა არაერთი მარტვილის ცხოვრებაშია, რომ უშუალოდ მისი ჯალათები მოქცეულან ქრისტიანობას, ხო? ანუ რა არის შემხედო, რომ არაფერი არ ვთქვამს იმ მარტვილ სიტყვაზე. მისი ეს უკვე დამოკიდებულება ახლა იგივე 40 სებასტიანის ცხოვრებაში არა, როდესაც ხედავს რას აკეთებენ ეს ადამიანები, რომ ზამთარში
იმ ყინვაში, კიდევ გაყინულ ტბაში ჩაუშვებენ და რა იქვე თქვათ, ცეცხლი აანთეს და იქ აგეც ხელი წყალია და დიდია ხო საცდოი რომ რა ერთი რაღაც მაკლია ხო რომ მოდი რა უარყოფ ქრისტეს თუნდაც ფორმალური გაგებით ერთი შეხედით უარყოფ ქრისტეს და ყველაფერი კარგად იქნება არა და ხედავს ეს ადამიანი და შეუძლებელი არ შეიძრას და გახდა რომ მე იქ ერთ-ერთი რომელიც მოაკლდა ერთ-ერთი იმ 40-დან ჯალათის მიერ შეივსო ის რიცხვი გაიხადა მან ყველაფერი და თავისივე ნებით არავინ არ ავალდებულებდა და მე ქრისტიანი ვარ და ჩავიდა ამ ტბაში. ეს არის საუკეთესო ფორმა და ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ყველაფერი თუ არა განსასწრელი. ახლა შესაბამისად რა არის ზოგადად განსასწრელი და რა ფორმები არსებობს ამ განსასწრელებისა. ასკეტურ ლიტერატურაში ხშირად არის გამახვილებული ყურადღება აი განსაკუთრებით მახსენდება წმინდა ნილოს სინელი, რომელმაც მცირე ეპისტოლეების სახით მიუძღვნა რამდენიმე ნაწილი ამ განსასწრელის ფორმებს. ძირითადად როგორც წესი გამოყოფენ ხოლმე განსასწრელის ორ ფორმას, ანუ ერთი აი ბასილი დიდი ამბობს სხეულებრივი და სხეულებრივი განსასწრელი და სულიერი განსასწრელი. სხეულებრივი განსასწრელია ის, რომელსაც განსაცდელიც კი ნაკლებად შეიძლება კაცობრივი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სნეულება, ყოფითი, რომელიც ადამიანის სულს რეალურად არ მოწყლავს და არის მეორე უფრო მტკივნეული განსასწრელები, რასაკვირველია, რომელიც უფრო მეტად აზიანებს ადამიანის სულს. ახლა კიდე გვე ფორმებს გამოყოფენ ხოლმე აი განსაკუთრებით სულიერ განსასწრელებში. ეს არის ერთი, რომელიც აშკარად ღმერთის მიერ მოივლინება, ანუ ასე რომ ვთქვათ, ღმერთის დაგეგმილია, ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, და მეორე განსასწრელის ფორმა, რომელიც ღმერთის მიშვებით მოივლინება ჩვენს. ახლა რატომ დასათქმელი გავუსწრებთ, აქ კიდევ სხვა ფორმებიც არის, აი მაგალითად ჯერჩინებითი ესეთი ტერმინი არსებობს, რომ როდესაც მოღვაწე საკუთარი ნებით მიდის აი ამ ღვაწლზე და მისთვის ეს გარკვეულწილად დიდ სიმძიმეს და ტანჯვას წარმოადგენს, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ტანჯვას არ წარმოადგენს. აი მაგალითად პავლე მოციქულის ეპისტოლებში ჩანს ბევრგარო რამხელა განსასწრელები გადაიტანა მახონ ეს კორინთელთან ერთ ეპისტოლეში განსაკუთრებით რომ ჭირნი ნათესავთაგან სამგზის გემი დამექცა და ასე შემდეგ და ასე ქცემა განვიცადა სიკვდილამდე რამდენჯერ მივიდა მაგრამ რათა არ აღვიმაღლო და ღმერთს ადიდებს აი ამ თავის განსასწრელებში ეს მოღვაწის ესე იგი წმინდანის ამით უფრო და უფრო უახლოვდება და ემსგავსება ღმერთს. ზოგადად მონაზონე როდესაც ქვეყნიდან განეშორება და ირჩევს აი ამ გზას ეს არის ფაქტობრივად აი რას თქვენ წეგან თქვით განსაცდელზე საკუთარი ნებით დათანხმება. ანუ არათუ უბრალოდ ის კი არა რომ მოევლინება ჩემზე განსასწრელი და ნუ ეს მოცემულობა და კარგი დავითმენ ეს კი არა. სურვილს გამოთქვამს რომ მას უნდა განსასწრელი. არაერთი ცხოვრებაში აღწერილი, სადაც შორის მინდა პაისი ათონელზეც ამბობენ ხოლმე ხშირად რომ ის ლოცულობდა რომ შეყოლოდა რაიმე ისეთი მომაკვდინებელი სნეულებაო და მართლაც სიმსივნის დაავადება შემდგომ მას ჰქონდაო აქედან მისი ლოცვის შედეგად აი ეს არის სწორედაც რომ ისინი ილტვოდნენ აქეთ ეს არის უბრალოდ უმაღლესი მდგომარეობა უკვე როდესაც ადამიანი ეძიებს არათუ კიდევ ერთი ფორმა როდესაც მოვა შენზე განსასწრელი და მას უდრტვინველად მიიღებ იქიდან გამომდინარე შენ მიგაჩნია ადამიანს რომ ეს არის შენი გამოსასწორებელი რაღაცა ფაქტი და მეორეა შენ თავად ვერ ეძიებ ადამიანი ამას ნუ ეს უკვე უმაღლესი საინტერესო რა არის ის თამაში რომ ხშირ შემთხვევაში მორწმუნე ადამიანების მრევლის გარკვეულ ნაწილს მიაჩნია ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე ყოველთვის მიაჩნია რაც უფრო სწორედ იცხოვრებს რაც უფრო ღვთისმცნებებით იცხოვრებს ეს ავტომატურად გულისხმობთ როდესაც უკვირდები ძალიან დიდი ადამიანების მათ შორის აი მოციქულების ახლა პავლე მოციქულს იმიტომ ვახსენებ რომ ახალ აღთქმაში ყველაზე მეტი მაგალითი მის შესახებ არის და თავად მის ეპისტოლეებში ჩანს თორე რა თქმა უნდა ყველა მოციქულის ცხოვრება და არა მარტო მოციქულების დიდი წმინდანების ცხოვრება სავსეა უდიდესი განსასწრებით რითაც ძალიან გავგვანან ღმერთს ესე იგი ემსგავსებიან ღმერთს და თან წარმოჩინდება რომ ეს საკუთარი ნებით აღესრულება ესე იგი კი რა თქმა უნდა ეს ნებით აღესრულება სულაც არ გულისხმობს იმას რომ მისთვის ეს ესე თქვა ჭირი და დასათმენი არ არის და მარტივია რა თქმა უნდა ხო რა აი ეს აუცილებლად ძალიან მოკლედ არის ხოლმე მაგალითად თვენში ან ასე შემდეგ წმინდანების ცხოვრება მოთხრობილი სადაც ჩვენ ხედავთ მათ დიდ საქმეებს და რაღაც გმირებად წარმოგვიჩნდება და მიუღწევა ესე მორწმუნე და მაგრამ როდესაც მის ცხოვრების ულ დეტალებს გაეცნობის ჩვეულებრივი ადამიანი და ამ განსასწრებით მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ნებით და ამას განსასწრებში ღმერთს ადიდებს ძალიან დიდ ტკივილებს ითმენს რომ ტკივილების დათმენა და ამის გადალახვა ყველაზე რთული და მე აღწევს იმ განწმენდით მდგომარეობას ერთხელ ვახსენე რომ მოციქულების სასწაულებრივი მოქმედება ეს რა თქმა უნდა ღვთისგან საჩუქრად მათ ზემიცემული იყო ეს იყო მადლის მდგომარეობა როდესაც ისინი მაგალითად განკურნავდნენ მიცვალებულებს აღადგენდნენ და ასე შემდეგ მაგრამ ეს იყო შედეგი იმის რაც მათ წლების განმავლობაში დათმეს რომ ესე მარტივი არ არის ჩვენ სახარებაში რო კითხულობთ რომ გაყვნენ მაცხოვარს ეს რა თქმა უნდა ძალიან თითქოს მარტივად მიყვებიან მაგრამ აქ მთელი ეტაპები არის წლების განმავლობაში სანამ ისინი მივლენ ამ სიმაღლეზე
რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია წინასწარი შემზადებაც სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ახლა რა თქვით აი ამაზე ეუბნება კიდეც მაცხოვარი ხო რომ ჭირი სოფელსა ამას გაქუნა ანუ პირდაპირ ეუბნება რომ თუ ვინმეს უნდა მე შემომიდგეს ეს აღიღენ ჯვარი და შემომიდგენ მე დაივიწყოს მან ახლა რას თქვით ჩვენ ცოტა არ იყოს გარეგნული თვალსაზრისით გარეგნული ყოფითი თვალსაზრისით მე რომ აღვიქვა ასე ბედნიერი ცხოვრება თორე არაგარეგნული თვალსაზრისით რა თქმა უნდა სწორედაც ბედნიერი ცხოვრება ის არის ნამდვილი ბედნიერი როდესაც შენ ამ ყველაფერს განიცდი და იცი რომ აი პავლე მოციქულის თქმისებრ ნიმელის დიდებისა იგი გვირგვინი ხო ყველა ადამიანს აქვს უკვე ამის გამცდელობა რომ ის წარემატება აი ამ სიკეთეში არა ეს არის ჭეშმარიტი სიხარული მაგრამ გარეგნული თვალსაზრისით შეიძლება ეს არ ჩანდეს არა თუ არ ჩანდეს პირიქით მისი ცხოვრება აგე პავლე მოციქული განუსუენებელ ვართ და ვშურებით ხო ცნობილისი განუსუენებლობა არის ფაქტობრივად რაც თქვენ წეგანა ეპიზოდიც მოიხმეთ ხო არასდროს ერთი ფეხიც კი არ ჩაუხრია მას ჭირი დევნილება უამრავი იმედგაცრუება მართებულია რომ ჩვენ მართლა უკვე როგორც გამარჯვებულ ადამიანებს ისე ვეცნობით მათ ცხოვრებას როდესაც ვკითხულობთ არა მაგრამ რა თქმა უნდა ვაღიაროთ შიშიც იქნებოდა იმედგაცრუებაც იქნებოდა ეს ყველა ეს დეტალი რაც ადამიანს აქვს ეს ფაქიზი დეტალები ყველაფერი იქნებოდა მაგრამ საქმე ეს კი არა რომ აქვს ადამიანს საქმე ეს არის სწორედ ეს რომ ძლია და უკვე ძლევა შემოსილი პიროვნება რომ წარგვიდგა თორე რა თქმა უნდა ახლა ხშირად ეს მაგალითი მოყვავს ხოლმე სხვათა შორის რომ მაშინ უგულოდ უნდა წარმოვაჩინოთ ა ブラ ამი როდესაც მიხავს თავისი შვილი ისააკი მოსაკლავა და მას აქვს სხვათა შორის არის ამაზე მსჯელობა და განმარტებული რომ იმ 3 დღის მანძილზე როდესაც ჯერ თავიდან ღმერთმა აუწყა ხო 3 დღე გავლენ ოქროპირს აქვს თუ არ ვწდები ძალიან ესეთი აი გულზე რომ ხდება ესეთი ქადაგება აი რომ ა ブラ ამის ფიქრები როდესაც რა თქმა უნდა იმიტომ ის ჯერ ამ 3 დღის მანძილზე ხო რამდენჯერ მოკვდაო პირდაპირ გაგებით ხო მოკვდა არა ფიზიკურად არა უნდა წაიყვანო შვილი არა და უნდა გააკეთოს ეს იმიტომ რომ ღმერთმა უთხრა და აჰა მეუფალო ანუ ა ブラ ამის ცხოვრება ნამდვილად არის იქითკენ უკვე გადაგებული რომ რაც არ უნდა სთხოვოს ღმერთმა ყველაფერი უნდა შეასრულოს მაგრამ ამავე დროს ძალიან მძიმეა ამის გაკეთება ხო საკუთარი შვილი საკუთარივე ხელით უნდა დაკლა ასე რომ ვთქვათ არა რაც ა ブラ ამის ცხოვრებაშია რა გაიარა ეს არ გვიწერია ბიბლია ძალიან მარტივად წერია რა როგორი შეიძლება გულის სიღრმეში ამბობდა კიდეც რომ რატომ აი იობთან გვაქვს ჩვენ ეს იობთან ეს შეკითხვა დასმულია. უბრალოდ აი სხვათა შორის რო შევადაროთ, ხო, აი სწორად თქვით, რაც ა ブラ ამთან რამდენიმე მუხშია ჩატეული, უბრალოდ იობთან გაშლილია, თორე ერთნაირი პრობლემაა, ხო? ერთი იობი მივიდა სადღაც იქამდე. მართლაც აი როდესაც ისინი ესაუბრებიან, რომ რა დააშავე ხო მართალი კაცი ხარ და დასვავს მართლაც ამ შეკითხვას, რომ რატომ და აი მერე იქნება უკვე ღმერთი რომ ჩაერთვება დიალოგურად რომ ჩაერთვება საქმეში და უკვე საბოლოოდ აღმოფხრის იობიში იმ უმცირეს ადამიანურ იმედგაცრუებასა და რაღაც ადამიანობას ელემენტარულ ფიქრებს რაც კი შეიძლება და ყოფილიყო ან მთლიანად განწმენს და წარმოაჩენს მის ესე ვთქვათ განცდებს და შეკითხვებს და სხვათა შორის საინტერესოა ჩვენ ვთქვით განსასწრების ფორმები აქვს რამდენიმე ხარისხობრივი დაყოფა ერთი ახლა ეს იმაზე ვთქვი წარმოჩენაზე ერთი უეჭველად ბოროტებისგან განრიდება სხვათა შორის ერთადერთ საშუალებად რჩება ხო ჯერ ზოგადად ბოროტებისგან ჩამოცილება ხო განსწავლეთ ერთადერთ საშუალებად რჩება ხოლმე ღმერთისთვის იმიტომ რომ სხვაგვარად ადამიანის შემოქცე უკვე ფაქტობრივად წარმოუდგენელია ადამიანი ახლა რაღაცა როდის შეემთხვევა მე შეიძლება მაინც დაფიქრდეს არა ეს ერთი მეორე არის, ну, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე პრობლემა, რომ ადამიანი კეთილშობილურად ცხოვრობს, მაგრამ მაინც დაეშვება განსასწრები. და ეს არის სწორედ რატომ დაეშვება წარმატებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს ადამიანი, მაინც რჩება ადამიანური ელემენტები, როგორც წეგან ნიობის მაგალითზე ვთქვით. სრულად რომ განიწმინდოს და აღმოიფხრას, პავლე მოციქულის მაგალითია ძალიან საინტერესო, თქვენ წეგან ახსენეთ სხვა კონტექსტში, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მისი ცხოვრებიდან, ცნობილი ყველასთვის, რომ სამი გზის ვევედრეო გაკურნება და არ შეისმინა ღმერთმა. ახლა მოდი ცოტა ეს ძალიან ადამიანურად ვამბობ, ხო არ შეისმინა ღმერთმა, ესე იგი ღმერთი უსმენელია, ვისი არ შეისმინა პავლეს, სწორედაც ეს არის, შეისმინა ღმერთმა. ოღონდ ჩვენ რომ გვინდოდა, ისე კი არ შეისმინა. როგორც საჭირო იყო ისე შეისმინა, თორე თუ კი ჩვენ დაუშვათ რომ ღმერთმა არ შეისმინა პავლეს, ვისი მლოცველი მოღვაწე ადამიანის, უცნაური ესე იგი ღმერთი თურმე არის ის მადლიერს მოცემულია შენზე პასუხობს. ღმერთმა იცი საკმარისია შენში ის მადლი. იმიტომ რომ უძლურებაში შინა
სრული ქმნების, ხო, მადლი იგი უძლურებას აშენა. თავად ეცემს პასუხს. და ახლა აქ ნახეთ როგორ არის კიდევ რისგან შეიძლება ყოფილიყო დაცული პავლე ძალიან დიდი პიროვნებაა. ადამიანია, ოღონდ ადამიანია მაინც, არა? შეიძლება სადღაცას აი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში რომ ამბობს რომ ყველაზე დიდი ვარ, უმეტეს მათ ყოველთასა დავშვერ, მაგრამ არა მე, არამედ მადლი ღმრთისა, რომელიც არის ჩემს შორის, ხო? აი შეიძლება ადრე თუ გვიან აი ეს კომპონენტი ბოლო, არა მე, არამედ მადლი ღმრთისა, შეიცვალოს რომ მე ვარ ეს. აი ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაც რაც უფრო მეტ სიმაღლეზე არის ადამიანი, მით უფრო უმრავლდება განსასწრებელი. არა იმიტომ რომ ეს რამეს აშავებს ღვთის წინაშე, პირიქით, ეს დაბრკოლება რომ არ შეექმნას და უფრო და მეტი წარმატებულობა მოციქული აიქვე ამბობს, რათა არ აღვიმაღლო. ხო, ესეც ეთქვა. კი ბატონო, ანუ გამოპარტავდა, ანუ ამპარტავნებისგან თავის დაცვა ერთი და მეორე, წარმატება კონკრეტული ადამიანისა და რაც თქვით კიდე ისიც შეიძლება მოიხმოთ სხვათათვის მაგალითად ქცევა. ახლა სხვათაშორის შეგვიძლია ჩვენ ერთ-ერთ სახარებისეული განკურნებითი ეპიზოდი განვიხილოთ, განკურნების ეპიზოდი. აი მაგალითად სისხლმდინარე დედაკაცის ეპიზოდი. ხო, დაფარულია ყველაფერი. არაფერი გასაცხადებელი არ არის და ხშირად მაცხოვარი სხვადასხვა თვითონვე ეუბნება ხოლმე ნუ იტყვით ნურსად. აი ამ შემთხვევაში ეს ცოტა უცნაური მოვლენა, გამონაკლისია ერთ-ერთი. ამ შემთხვევაში პირიქით გააცხადებს ქრისტე. რატომ? სანამ არ გაცხადდება, მანამდე გაჩერდება, აი პეტრე ეუბნება რომ კაცო, ამდენი ხალხია შემჭიდროებული ხარ და ნუ ვიღაც შეგეხო. არა ეს სხვა შეხება. ეუბნება, სანამ ის დედაკაცი არ მოვა, რისთვის ხდება, ანუ ვისთვის ხდება? დედაკაცისთვისაც, რასაკვირველია განსამტკიცებლად, გარშემომყოფებისთვისაც და იაიროსისთვისაც. ვისაც ეს ჭირდებათ, აი ამ ქალის დედაკაცის მაგალითი, სარწმუნოებისთვის, ეს ნახეთ, მისთვის საკმარისია. ის ფიქრობს, შევეხები მის სამოსელს არ მჭირდება არც მეტი სიტყვა, არც მეტი ხელის დადება, არაფერი არ მჭირდება. უბრალოდ საკმარისია მის სამოსლის კიდეს შევეხო განვიკურნები. დიდია მისი სარწმუნოება და შესაბამისად ეს უნდა გაცხადეს. თორე რამე მოემატა ამ განიკურნა ის პირდაპირ წერია დაცხრა სისხლის დინებისგან. შეეხო თუ არა დაცხრა და წავიდა მიეფარა თვალთ. ანუ არაფერი აღარ იყო უკვე საჭირო, არაფერი აღარ აკლდა, საქმე გაკეთდა. მაგრამ საჭიროა მისი წარმოჩენა, მისი აი ამ სარწმუნოების გაცხადება სხვათათვის. სწორედაც ეს არის, რამდენია მაცხოვარი ისე ხო სახარებაში ამბობს, რომ არ არის სანთელი აღნთებული ქვეშეხვი მირსა. ანუ ის არ დაიფარება და არც უნდა დაიფაროს, იმიტომ რომ ადამიანთათვის მაგალითი უნდა იყოს და შესაბამისად ისა თუ ის განსაცდელი ადამიანის რეალურ ღირსებას წარმოაჩენს. რაც არის მისში, რამდენი გქონია შემთხვევა, თუნდაც ისტორიულად, თუნდაც ჩვენს თანამედროვეობაში, არც კი გვცოდნია ამა თუ იმ ადამიანის დიდი ღირსება. რაღაცა პრობლემა რო წარმოიშვა და გამოავლინა მან აბსოლუტურად ჩვეულებრივად გამოავლინა როგორც მისი ცხოვრების სტილი, მე გაკვირვებია რომ თურმე რა დიდი ადამიანი იმალებოდა მასშიო. ანუ რეალურად ის იმ წუთში კი არ გახდა. ასეთი იყო, უბრალოდ იფარებოდა. ამა თუ იმ ფაქტმა გამოავლინა მისი ეს პიროვნული სიკეთეები. და აღმოჩნდა რომ თურმე კაცო როგორი დიდი ადამიანი ყოფილა და ჩვენ კი ყოველდღიურად აგრეთ თანამშრომელი იყო ჩვენი ყოველდღიურად გამოვლით გამარჯვებას ვეუბნებოდით რომ არც კი ვიცოდით ვინ იყო ეს ადამიანი ღირსებითაც არ ვიცოდით ამიტომ საჭიროა ეს ყველაფერი განსასწრებელი ახლა ადამიანი ერთს რო დაითმეს მეორეს რო დაითმეს უამრავი შეჭირება რომ მოევლინება და ამ ყველაფერს იღებს როგორც მოცემულობა რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც ამბობს იაკობის ღვთაშორის რომ ნეტარას კაცი რომელმან დაუთმოს განსაცდელს აი უთმოს განსაცდელსა ეს ძალიან საინტერესოა იმ გაგებით რომ ეს ნიშნავს ერთია რომ მიიღოს მოცემულობა და მეორეა თავის დაღწევაზეც კი მაინც და მაინც არიზრუნოს სხვათა შორის ზოგჯერ ახლა ხანდახან არის ამა თუ იმ საეკლესიო მოძღვართან უცნაური რაღაცა წმინდა იოანე ოქროპირის განმარტება მახსენდება პავლე მოციქულის იმ სიტყვებზე როდესაც ამბობს პავლე რომ მონაი თუ იყო ნუ გეურბინო და წმინდა იოანე ოქროპირი სხვადასხვანაირად განმარტავდა კონკრეტულად წმინდა იოანე ოქროპირი ეს თემის ამბობს რომ ის ნიშნავს რომ მონა რომც იყო არც კი ეცადო მონობიდან გათავისუფლებო და რატომ? იმიტომ რომ შენ ეს მონობის მდგომარეობა უფრო მეტ საქმეს გაგაკეთებინოს. შეიძლება ვისი მონაცხარ, იმისი მომაქცევალიც აღმოჩნდა ეს ერთი და შენში კიდევ უფრო მეტი ღირსება წარმოჩინდება და შენ თვითონვე უფრო გამოიწორთობი ამაში, როდესაც ამ ყველაფერს დაითმენ. ანუ აი ეს არის ხოლმე ხანდახან რომ თქვათ იმიტომაც დაუთმე განსაცდელსა, მიყევი აი ამ განსაცდელს და არ ეცადო სიტყვაზე ერთ-ერთ პატერიკში არის სხვათა შორის რომ მამასთან მივიდა თავისი მოწაფე, ასევე მონაზონი
და აი ეუბნება რომ ილოცე ჩემთვის რომ უამრავი განსასწრელი მოდისო და იქნებ როგორ არა გაგზავნესო წადი და შენც ილოცე გააძლე მეც ვილოცებ რა თქმა უნდა შენ გამო და შენც კიდე უფრო გააძლიერ ლოცვა რაც ეტაპობრივად მოდის ეს ადამიანი და კიდე ეუბნება ასე რომ თქვა აი რა ხდება მის ცხოვრებაში და ერთხელაც მოვიდა გახარებულიო აღწერილია იქ და ნუ გააკვირვა აი ამ ეს მონაზონი გააკვირდა მისი გახარებულობის გამო და ეუბნება რომ მამაოს ლოცვამ შედეგი გამოიღო აღარ მოდის განსასწრელი ჩემსო გავთავისუფლიო და ეს ბერი დადარდიანდება და ეტყვის წადი და ახლა რაც არ გილოცია აქამდე კიდე უფრო მეტად გააძლიერე ლოცვა რადგან მიგაჩნია რომ გათავისუფლდი მიგაჩნია კი არა თუ გათავისუფლდი განსასწრელისგან ესე იგი ახლა დაიწყო უფრო მეტი უბედურება ეს რას ნიშნავს რომ განსაცდელი თუ არ აქვს ადამიანს ესე იგი გამოდის რომ ის სწორად ვერ ცხოვრობს ესეც არის ხო ფაქტი კონკრეტულად ახლა ძალიან მთავარი ჩვენთვის პრობლემა რაც არის რა არის მიზეზი ამის ვისგან მოელო იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება ეს მოცემულობა მეორე მხრივ ჩვენ ვუყურებთ რაც თანამედროვე პრობლემა ქალაქები ნადგურდება ადამიანები კვდებიან ძალიან ბევრი ბოროტება აღესრულება თუ ჩვენ ვიტყვით რომ ღმერთის გარეშეა ის იმიტომ რომ ღმერთი ბოროტებას არ დაუშვებს მაშინ დუალიზმი უნდა ვაღიაროთ ხო ანუ ღმერთის გარდა კიდე სხვა ვიღაცა მოქმედებს ბოროტის საწყისი რაც იყო ანტიკურ პერიოდში დუალიზმი თუ ამას არ ვიტყვით მაშინ რა უნდა ვაღიაროთ რომ ღმერთმა შექმნა ეს ბოროტება თქვენ შესავალში ბრძანეთ დიახ შესაქმის სიტყვები ყოველივე კეთილფრიად აი ეს ფრიად კეთილ ანუ არაფერი ბოროტებისა ბუნებრივ არ შექმნია ზოგადად ბოროტებას რო საწყისი არ აქვს ამაზე არაერთ საეკლესიო მოძღვარი საუბრობს ბოროტება რა არის მარტივი ფორმულირებით ბოროტება არის მოკლება სიკეთისა ანუ სხვადასხვა აი ნებისმიერ ადამიანს მარტივი ყოფითი ცხოვრებითაც კი შეიძლება ამის გამოკვლევა რომ აი სინათლის მაგალითი მოყავს ხოლმე ჩვენ სიბნელე არის თავისთავადი სიბნელე დამოკიდებულია სხვა რამეზე სინათლეზე თქვათ ოთახში ჩავაქრობთ სინათლეს სიბნელე არის არა იმიტომ რომ თავის საწყისი აქვს მას და თავისი რაღაცა არსი აქვს ასე რომ თქვათ საკმარისი ავანთოს სინათლე და ბნელი აღარ არის შეიძლება თქვოს რომ თავისთავად არსება არ გააჩენოს არასუბსტანციურია თავისთავადი არ არის მაგრამ ხო გამოვლინება ხდება პიროვნებაში არჩევითად როდესაც ბასილდიდმა იმიტომ ცოტა უცნაური იყო ბუნებითი ბოროტება უწოდა მას ახლა ბუნებითი მაინც ადამიანის გონებასაც არსებასთან მიდის ხო არსის ქონასთან და არ არის აქ უბრალოდ მე განმარტავს თვითონ ეს ბუნებითი ბოროტება არ არის ჩვენგან გამოვლენილი უკეთურებანი იმიტომ რომ ჩვენში შობილი ჩვენში წარმოშობილი ბოროტება და საერთოდ ყველანაირი ცოდნა შეძენილი მდგომარეობა. კეთილი ადამიანისთვის შეძენილი მოცემულობა. თორე ადამიანი კეთილად არის შექმნილი, არა? ახლა ნახეთ, აი წმინდა ესა იაკობ მოციქული ამბობს, რომ რა ვინ არის მიზეზი ამის, იმიტომ რომ ნუ ვინ განცდილთაგანი იტყვის, ამიტომ ღმერთისა მიერ განვიცადები, რამე თუ არავის ესა ღმერთი გამოუცდელს ბოროტისაგან და იგი არავის განცდის. არამედ კაცად-კაცადი თვისისა, ცოდვისა, გულის თქუმისაგან განიცადებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ნუ ღმერთი არავის განცდის, მაშინ რა ხდება კიდევ ერთხელ დამოუკიდებელია ღმერთის გარავაც არ არის. ნახეთ, წმინდა დიდიც ამბობს და ეს წმინდა ისა იაკობ მოციქული სადაც გულისხმობს მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელისა მიზეზი არ არის ღმერთში. წმინდა ბასილიდიც მოხავს მაგალითი ექიმის კურნალის შემთხვევა. კურნალი როდესაც ექიმობს ასე რომ ვთქვათ ადამიანის შემთხვევაში ის არ არის სამცნეულების მიზეზი. მაგრამ ის არის გარკვეულწილად ან ესეთი ძალიან საინტერესო მაგალითი მოხავს რომ ხანდახან ექიმს უწევს მოწვას რაღაცა სხეულის ნაწილის მოკვეთაც კიო ზოგჯერ და არათუ ბრაზდებით მასზე არამედ საფასესაც კი ვაძლევთ იმის გამო რომ ესე იგი მან საშუალება არ მისცა იმ მცირე სნეულებას გაშლილიყო მთელ სხეულში ანუ ნუ საფასე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ პირდაპირ გაგებითაც არის მაგრამ მადლიერები ვართ იმის არათუ გულმოსულები ვართ არა იგივე არის ღმერთთან დაკავშირებით ღმერთი თუ აი ამ განსასწრებს ადამიანისთვის ადამიანში მოავლენს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის განისწავლოს სხვათა შორის განსწავლაზე გამახსენდა ძველ ქართულში ტანჯვა ჩვეულებრივი ტანჯვა ცემა ძალიან საინტერესოა აი მაგალითად პილატეს შემთხვევით პილატე რასეუბნება ძველი ქართული ტექსტი გვინდა ვსწავლო და განვუტევო სიტყვა სიტყვით აი დედნის ტექსტზე დაყრდნობით და ვინც არ უნდა გადამოწოს წერია ასე გავამათრახებ და გავუშვებ მაგრამ ძველ ქართულად არის ვსწავლო და განვუტევო ანუ გამათრახება
ზოგადად ფიზიკური რაღაცა დასჯა, ასე რომ ვთქვათ, ხო? იმ შემთხვევაში წესით ადამიანის გამოსწორებისთვის უნდა ყოფილიყო, არის რა, სწავლო, ანუ განვსწავლო ეს. გარკვეული სწავლებითი ფორმა, იმიტომ რომ მიზანია აქ ჩადებული. ეს არ არის, რომ შეიძლება ზოგმა ისე გადააჭარბოს, რომ შემოაკვდეს ადამიანი, ხო, ამ გამოთრახების პროცესში, არა. უბრალოდ მიზანია გამოკვეთილი, რომ არის ერთადერთი ადამიანის ამიტომ უწოდებთ ალბათ აი ღვთისგან გამოვლენილ ასეთ ნებას, ანუ განსწავლით ნებას ადამიანის მიმართ, როდესაც განსასწრელი დაიშვება ადამიანზე, იმ ადამიანზე, რომელიც ისეთ ცოდვებში არის, რომელსაც არ ინანიებს, ასე ვთქვათ, და რომ გაიხსენოს ღმერთი და ღვთისგზა და სინანულში ჩავარდეს, მასე დაიშვება გარკვეული განსასწრელი და ამგვარ განსასწრელს განსწავლით უწოდებთ, ესე ვთქვათ რა, კატეგორია რომ მივანიჭოთ. ზოგადად განსასწრელი ყველა შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში ღმერთის მხრიდან რა თქმა უნდა განსწავლელობითია ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა აქ ერთი პრობლემა იჩენს ხოლმე, შეიძლება ვიღაცამ უცებ იკითხოს, რომ ეს გასაგებია, რომ ადამიანი ბოროტებას არის მიწვდომილი და მასე დაეშვა რაღაცა, რომ ის განისწავლოს, მაგრამ რა ვიფიქროთ იმ შემთხვევაში, როდესაც აი თუნდაც შვილები, პატარები ხვდებიან მათ შეცოდებას. ეს ძალიან საინტერესოა, ამაზე საუბრობენ, მაგრამ მაგალითად წმინდა ნილოს სინელსაც აქვს, რომ ზოგჯერ სხვათა მომაქცეველი ხდება კონკრეტული განსაცდელი. ანუ ხა ძალიან ძნელია ასეთ რაღაცებზე საუბარი, ბუნებრივია, მით უმეტეს მაყურებელი ზოგი შეიძლება პირადი გამოცდილებით იყოს ამაში, ხლა რაღაც ძალიან უახლოესი წარმოუდგენად რა ეთკინება ისეთი რომ ყველა დაიფაროს, რა თქმა უნდა, ღმერთმა ამის გაანალიზება ერთი შეხედვით, მაგრამ იმას ვიტოვებთ, რომ შეიძლება თეორიულად მაინც ვიღაცისთვის საცნაური იყოს, რომ შეიძლება ის კონკრეტული ფაქტი ხომ აღმოჩნდეს სხვისთვის, ან მისთვის, ან კიდე სხვა ოჯახის წევრისთვის სწორი ცხოვრების წარმართველი. ახლა ვიღაცა იტყვის, რომ აი ეს გასაგებია, მაგრამ ვის ხარჯზე, ამას არაფერი არ დაუშავებია. ადამიანის მიზანი რა არის? მოდის ამ ქვეყნად რისთვის? განისწავლოს ზოგადად სიკეთეში, წარემატოს სიკეთეში და შემდგომ მიახლოს ღმერთს. თუ კი აი ჩვილების მაგალითად უფრო მაინც როგორც ისტორიულ კონტექსტზე ხო დღეს ახლა გული იმდენად არავის არ ეტკინება, იმიტომ რომ არავინ არ იტყვის, რომ ჩემი რამე იყო, ხო? კაცო, წმინდა იოანე გურბილი ამბობს კიდეც. ამ რამდენიმე ადამიანმა, რამდენი ბავშვიც იყო, ხო? უკვე ქრისტემ ისინი გვირგვინით შემოსა და რაღაც ვინმეს მოუტრიალდება ენა იტყვის ნეტა ასეთი დიდება და ასეთი გვირგვინი ყველას მიეცეს. პირდაპირ ამბობს წმინდა იოანე გურბილი და ბუნებრივია ჩვენ ტკივილს, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება ეს მე გზის გამკვალავი აღმოჩნდეს. ის იმ ადამიანმა ბუნებრივი არ დაშავა. ამიტომ ეს ფორმები სხვადასხვაგვარი. საერთოდ ხშირად არის ხოლმე ნილოს სინოლი, წმინდა ღირსი ნილოს სინელი ამახვილებს ყურადღებას. ზოგჯერ ადამიანს ჯერ წინ უსწრებს ადამიანის შემთხვევაში ღმერთის მხრიდან დიდი სიკეთე შესამზადებლად დიდი განსაცდელისა. ზოგჯერ პირიქით მადლი მოევლინება რაღაცა, რათა აი ამაში გამოიბრძნოს და მზად აღმოჩნდეს შემდგომ უკვე დიდი განსაცდელის დასათმელად, რათა კიდე და კიდე უფრო მეტი წარმატებულობა მიეცეს ამაში. მადლს განიცდის, საღვთო მადლს განიცდის, საღვთო მადლის გარეშე ძალიან რთული წარმოუდგენელია, ხო? ამის ნეტარება და მე ამის დაკარგვის შედეგად ვცდილობს დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც მან განიცადა უკვე. და ეს მას ძალას აძლევს და აძლიერებს განსაცდელში. კი, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანი როცა ერთხელ გამოცდის რაღაცას, ხო სიკეთეს და მე როცა ეტაპზე კარგავს ამას, მან მისთვის შეიძლება უფრო ადვილი აღმოჩნდეს იმ გაგებით და აბრუნება რომ მან იცის იმის სიტკბო. ხო, და აი იქით უკვე მე ყველაფერს გაიღებს, მაგრამ თუ არ იცი ადამიანმა შეიძლება ყველაფერი არ გაიღო, აი ეს პრობლემა. ყველაფერს გაიღებს რომ ისე მაღუდგეს ეს პატივი და აი ამიტომაც არის ხო ეს განსასწრელი დაშვებული. მამოუჩვენოს აუცილებლად სიტყვა, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ალბათ ვაბით დავამთავრებთ. განსხვავება სხვათა შორის ამბობს კიდეც ორი სიტყვით მინდა თქვა, რაც მინდა გამომჩნდეს არის განწირული მდგომარეობა ადამიანის, აი როდესაც ღვთისნება ისე დაიშვება განსასწრელი ადამიანზე, საერთოდ განწირულია და როდესაც მასზე ყველანაირი, ესე ვთქვათ, ხერხი იყო, ეს ბრჭყალებში ხერხი გამოყენებული, რომ ის მოქცეოდა ღვთისგზაზე და მდგარიყო, აი ხო არის ცოდვას აქვს არკვეული საფეხურები. როდესაც ადამიანი ისე მდგომარეობაში, რომ ცოდვას ჩადის, მაგრამ პირველ ეტაპზე ის ნანობს და ცდილობს მეორეჯერ აღარ ჩაარის, ისე რომ ხშირად იმეორებს მაინც ნანობს არის, როდესაც ამ ცოდვას ვერ ერევა, მაგრამ იცის რომ ცოდვაა და შინაგანი სინანული აქვს და ებრძვის მას. და არის მდგომარეობა, როდესაც ცოდვას არ უწოდოს, მისთვის ეს ცოდვა არ არის, ეს არის მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა და უფრო და უფრო ესე ვთქვათ ჭაობისკენ უკან და უკან მიდის. უფრო და უფრო შორდება ღმერთს, ამას ქვია განწირული მდგომარეობა, როდესაც ყველანაირი საშუალება შეიძლება გამოყენებული იყოს და ის თვისკენ ესე არ გაიხედება და ამიტომ უარესი სასჯელი რო არ მიიღოს, ამას ქვია განწირული განსასწრელი, რომ ის მადლს კარგავს ფაქტურად და მადლის გარეშე უკვე სიკეთეს ვეღარ იღებს.
ეს ორი სიტყვით გადახვევა და ალბათ ზოგჯერ არ ხომ სიკვდილი ამ დროს უკვე სიკვდილი, იმიტომ რომ აქაც კიდე ერთადერთი ეს ვიგულისმე უბრალოდ არ განვარცე, ესე ვთქვათ, არ დავკონკრეტდი 3-4 წუთი დაგვრჩა და იმ ამაუჩვენოს შემთხვევაში წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს იაკობის ეპისტოლის განმარტების დროს, რომ როგორ გავიგოთ ჩვენ ერთი მხრივ იაკობი გვეუბნება, რომ ყოველივე სიხარულით შერაცხეთ და მეორე მხრივ მაცხოვარი ამბობს, რომ ლოცვაში დანუშემიყვანებ ჩვენ განსასწრელს. ტერმინოლოგიურად არის აქ განსხვავებული დანუშემიყვანებ ჩვენ, ანუ შეყვანებას მივახსოვთ, რომ განსასწრელია ორივე შემთხვევაში. შეყვანება ჩვენ რომ ეისფერო არის ზმნა გამოყენებული ბერძნული, რომელიც ნიშნავს დატოვებას, დადგრომას აი ამ ყოფაში. ანუ ერთია სხვათა შორის რაჟამს შესწირეთ განსასწრელსა პირადსა იაკობთან. იქ არის ერთი ზმნა გამოყენებული პერიპატეო, რომელიც ნიშნავს აი მიმოვლა, პერიპატეო ვიცით ხო, აი ძალიან ცნობილი ესეთი სიტყვა, მიმოვლას, აი მიდი მოდის ადამიანი, ხან არის განსასწრელი, გარდამავალი პერიოდია. აი მეორე აქ მამაუჩვენოში ასე რისგანაც განგვაშორებს, სწორედაც ღმერთი არის რა დადგრომა იქ. არათუ მიმოსვლა, არამედ გაჩერება ამაში და სხვათა შორის ეს ზმნა ლექსიკურად ასევე არის წარმატება. ანუ როდესაც უკვე ადამიანი თქვენ უკვე აღარანაირი კურნების აღარანაირი თვითონ არ აქვს. რა თქმა უნდა, თავისი ნებიდან გამომდინარე, აღარანაირი საშუალება აღარ არსებობს და კიდე და კიდე გადის დრო და წარმატება აი ამ პრობლემაში, ამ ცოდვაში და ამისგან განგვაკრძალებს ღმერთი და არა ზოგადად განსასწრელისგან. ანუ ნუ შემიყვანე, ნუ ჩამტოვებ, ნეტარი ერონიმე განმარტავს, რომ ნუ მიმატოვება აი ამ განსასწრელში და სხვათა შორის მიტოვებაზე აუცილებლად უნდა მოვიხმოთ ჩვენ საეკლესიო განსაზღვრება, სწავლება რაც დებულებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ უშვებს პავლე მოციქულიც ამბობს ამას, ღმერთი არ მოაწევს ადამიანზე ისე იმ ხარისხის განსასწრელს, რომლის დატევნაც მას არ შეუძლია. არც ერთ შემთხვევაში, ანუ ღმერთის მიერ არ დაიშვება ადამიანზე ის განსაცდელი, შეიძლება არ დაიტიოს ადამიანმა, არ დაიტიოს. ხო არის ხომ დაეშვა განსაცდელი, მაგრამ მაინც არ გამოსწორდა ადამიანი. ეს იმიტომ კი არა, რომ ღმერთმა არასწორი ხარისხით მიავლინა, ასე უხეშად რო ვთქვათ, ანუ ძალიან კარგად იცის ღმერთმა ვისთვის რამდენი ტალანტია განსაზღვრული, არა? აი გავიხსენოთ ისე 10 ტალანტი, 5 ტალანტი, 1 ტალანტი, ის ერთი ვისაც მისცა, იმას ის ერთის დატევნა შეეძლო. უბრალოდ არ გააკეთა. ეს რომ არ გააკეთა, ტალანტების არასწორი გადანაწილების შედეგი კი არ არის. მისი ნების გამოხატულება არ მოისურვა, თორემ შეეძლო. 5 ვერ გაამრავლებდა, იმიტომ 5 არ მისცა, 1 მისცა, მაგრამ ერთის გამრავლება შეეძლო და ეს არ გააკეთა. იგივე არის ახლა. ყველა ადამიანს იმ ხარისხის განსასწრელს მიულენს, რისი ზიდვაც მას შეუძლია. თვითოულ აი ამ პიროვნებას არ გარდახდება, არ გარდაამეტებს ერთი მცირედითაც კი, იმიტომ რომ ადამიანი არ მოიწყლას ამ მდგომარეობაში. მაგრამ თუ კი ვინმე ვერ მიაღწევს აი ამ განკურნებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავისი ბრალეულობა, თავისი მიზეზი, მაგრამ ღმერთმა აბსოლუტურად სწორად გადაანაწილა ეს ტალანტები და ამიტომაც ყველას ვუსურვებთ ჩვენ აბსოლუტურად, რომ ეს განსასწრელი ჯერ გაანალიზება მოხდეს, რასაკვირველია, გაცნობიერება თუ საერთოდ ნუ ნებაი ჩემი არამედ ნებაი შენ იყავ ლოცვითი ეს ფორმა საუკეთესო რომ მე არ ვიცი ჩემი შესაძლებლობები ეს ერთი სრულად და მეორე მე არ ვიცი საბოლოოდ სასიკეთო რა იქნება ჩემთვის ამიტომ ღმერთს მივანდობ განსაცდელსაც ღმერთს მივანდობ აი მიუტევე უფალსა აი ეს ზრუნვაი შენი ფსალმონის ეს სიტყვები სწორედაც ამასაც გულისხმობს რომ საზრუნავი მიანდე ღმერთს იმიტომ რომ მე არ ვიცი ჩემი საზრუნავის ფარგლები ჩემი საზღვრები ამისი ამიტომ მიუტევე რომ მან უკეთ იცის ჩემს შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობები რა უნდა გავაკეთო და ამიტომ მან უნდა მომივლინოს თხოვო და ამ განსასწრელების დათმენის პროცესში უბრალოდ შემწეობა გარკვეულწილად ბუნებრივი მჭირდება, იმიტომ რომ მე მარტო ადამიანი საკმაოდ გამიჭირდება. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ძალიან რთული თემა არის და ვრცელი თემა არის, კიდევ შეიძლება ამაზე რა თქმა უნდა მრავალი საუბარი. მადლობას მოგახსენებ კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ლექტორი ახალ აღთქმაში და ამავე სასწავლებლის დოქტორანტი რეზო მუჯირეშვილი. დროებით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.